მე ვარ ევა ძნელაძე, 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვაზე არ დავდივარ. YouTube-დან ვსწავლობ და ჩემმა და მასწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია აი ეს. ცეკვაზე იმიტომ არ შევდივარ, რომ მეორე კლასში რო გადავალ, ჩემი კლასელების მინდა რომ უთხრა და ერთად შევიდეთ. მე მაქვს კარგი ტანი და ცეკვის ნიჭი. ჩემი ოცნებაა დიდ სცენაზე ვიცეკვა. კონცერტზე მინდა ასეთი კაბა მეცოს. უნდა იყოს თეთრი კაბა, აქ ყვავილები ვარდისფერი, გაშლილი კაბა. სახში ვცეკვავთ მე, დედიკო და დაიკო. ყველაზე კარგად ცეკვავ მე. ძალიან მიყვარს ხატვა და ხატვა ჩემი თვისწავლა. ხატვა დავიწყე 4 წელს რო ვიყავ. 6 წელს რო გავხდი, შევედი ხატვაზე. ხატვიდან იმიტომ გამოვედი, რომ რავი, აღარ მომწონდა. ანუ ჩემი მეგობარი გამოვიდა და იმიტომ გამოვედი. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი და მაგის გამო გამოვედი. მეგობრობა არის ის რომ ერთმანეთს ჩაეხუტები, ყველაფერს შეუსრულებ მეგობარს და რომ ეტყვი და მას შეუსრულებ. მე ახლა მყავს 5 მეგობარი და მინდა მყავდეს 10 მეგობარი. მე ვიცი გოგონას ხატვა, სახლის ხატვა, სპილოს ხატვა, კუს ხატვა, ზღარბის ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ზღარბს. მე ახლა გასწავლეთ ზღარბის დახატვას. ასე ეკლებს დავხატავთ. მერე მის თავს აქ დავხატავთ, მერე მის ცხვრს, მერე ღიმილს და მერე აქაც წვერებს დავხატავ და მერე ასეთებ. ესები. ბალახას დავხატავ, ვაშლის ხას დავხატავ. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ცუდი ფერია და არ მომწონს. სხვა გოგოებს უყვარს ვარდისფერი, მაგრამ მე სხვანაირი ვარ. მე კიდევ იმით გავსხარდები, იმიტომ რომ ლამაზი ვარ, ჭკვიანი ვარ, გონიერი ვარ და პრანჭობ. მე ვიპრანჭობი ასე. ჩემ ნახატებს სულ ყიდულობ და მამეკო. ახლა იმიტომ აღარ ყიდულობს, რომ დამიმთავრდა. თვითონ ნახატი ღერ და 5 ლარი. ფული როცა მაქვს, არ ვხარჯავ, მაგრამ კასაში ვაგროვებ და მინდა რომ ტელეფონი ვიყიდო. ადრე ხარჯავდი ტკბილევლების ყიდვაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ბარნი. საყვარელი საჭმელია შემწვარე კარტოფილი. ჩემი სკოლა მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს, მასწავლებელი მყავს, მაგრამ ზოგი ბიჭები ცელქობენ. ჩემ კლასში ყველაზე ცელქია ერიკლე. ყველაზე მხიარულია ბარბარე. ყველაზე მშვიდია მიკა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა კიდევ ვისწავლო ესპანური. ესპანურად ახაც ვიცი რამდენიმე სიტყვა. მაგალითად ვიცი 10-მდე დათვლა ესპანურად. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ესპანური საიდან ვიცი და ლიზამ და ალექსანდრემ მასწავლა და ბებია. ბებია ცხოვრობდა ესპანეთში და მეც ვიყავი 24 დღე. მე სამოგზაურად მინდა წავიდე ჩინეთში. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ლინდა ხოზრემანიძე. იმიტომ რომ ძალიან კეთილია, მშვიდია და არ გვეყვირეს გაკვეთილზე. რომ გავიზრდები, მინდა ვიმუშაო სკოლაში. თუ არ ექნება ადგილი, უნდა ვიმუშაო საქართველოს ბანკში. მინდა ბევრი ფული მქონდეს და ვიყო მდიდარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, შავ ტოიოტას ვეყიდიდი. ჩემი ოცნების საჩქარია iPhone 14. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. რაპუნცელებმა იმიტომ გადავიფიქრე, რომ დიდი გავიზარდე და მივხვდი, რომ რაპუნცელი არ არსებობდა.
ახლა მინდა 20 წელს ვიყო, შვილები მყავდეს და საქართველოს ბანკში ვიმუშაო. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და დედიკო, მამიკო, ბაბუა, ბებია. კიდევ მინდა მყავდეს 4 და 1 ძმა. ჩემი და 8 წლის და ქვია ნინო. ის არის ლამაზი. სკოლაში კარგად სწავლობს და უყვარს გონიერობა. ჩემი აზრით, ნინა რო გაიზრდება, გამოვა სტიუარდესა. მამიკო არის კეთილი, მსრუნელი, სულ ყველაფერს ყიდულობს, ჩვენ რასაც ვეუბნები და ჩვენაც რასაც ვყიდულობ, იმ რაღაცებს უსრულებ ჩვენაც. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, საყვარელი და ლამაზი. მიყვარს კითხვა, მაგრამ ჯერ ყველა ასო არ ვიცი. ჩემი საყვარელი წიგნებია ჰარი პოტერი და დედაენა. მაგრამ ჯერ არც ერთი არ წამიყვეთავს. საყვარელი მურთვინია სტიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაჩენდი 400 და 1 ძმას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანი ვარ მე. იმიტომ რომ ესეთი კარგი ვარ, ყველა მიცნობს. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელ ყვავილს გავს? მე მაგალითად გვავარ ვარდს, წითელ ვარდს. ბედნიერება არის ყველაფერს რო შეგისურვებენ და ყველაფერი რომ გაქვს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.